მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი მარადიული აღდგენილი სული ვარ აბნოლე დაგავარებს ყველასთან ზაპრეშაიუს ეხნამენია სკანერovat კაპირovat ბლაკირovat და მიხედავს ყველამ თავის საქმეს ეხლა რა მაინტერესებდა კი არა და ერთი და იგივე კითხვას მისმევთ და ძალიან გადავიღალე ანუ ერთი და იგივე სახსნი უკვე 3 წელიწადია ვილაპარაკე სისხლზე ხო სისხლიდან უნდა დნკ მაგალითად ან სისხლს რო გასცემ გადაუსხავს სხვა იქიდან დნკ უნდა თქვა რომ ჩემი სული ჩემი ენერგიები ჩემი იზობირიები ხელშეუხებელია ზაპრეშაიუ იმასაც ვისაც ვეხმარები ამ სისხლის გადას ან სისხლი დაკარგა ადამიანმა ან ხელი გაეჭრა ან რაღაცა ან თმა დნკ ხო ანუ ჩემს დნკ-ს ვაზვრაშაიუ ჩემს დნკ-ს ვაზვრაშაიუ ჩემს ენერგიებს ვაზვრაშაიუ ჩემ ბიომატერიალებს ვაზვრაშაიუ ის რჩება მხოლოდ სისხლი всё იქიდან მე ვიღებ ჩემს ელემენტარები რა არის ჩემი ენერგიები ჩემი სულის ჩისტოტები და სტერეოს სლედებს всё მე ვიღაცას ან ხელი გავიჭერი სისხლი დავღვარი ან დამჭრეს სისხლი დავღვარი ან სისხლი გადავუსხი სხვა ადამიანს დავეხმარე ხო ეხლა ბავშვს დავეხმარე მაგალითად ხო რაღაცით ხო მაგრამ იქიდან ეს როცა მოხდა მე ვიძახი რომ ამ ბავშვს არ აქვს ჩემზე ჩემი სისხლით ზემოქმედების უფლება всё არავის არ აქვს ჩემზე ჩემი მაგალითად სახელითა და გვარით ზემოქმედების უფლება არავის არ აქვს ჩემზე ჩემი მაგალითად პირადობით მისამართით ჩემზე ზემოქმედების უფლება არავის არ აქვს მაგალითად ჩემზე ჩემი ატრაჟენიებით ჩემზე ზემოქმედების უფლება ზაპრეშაიუს ეხნამენია ზლოლი ხაპლოხავლიანებს დისტრუქციებასა და ნეგატივობას სტერეოს სლედებს ავსემი და ვაზვრაშაიუ ჩემს ენერგიებს საჯერმეს ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენის სახით ეს ვილაპარაკე მე უკვე 3 წელი ამაზე ვლაპარაკობ და მეორე შეკითხვა კიდე მუსულმანებსაც აქვთ ცრურწმენა ყურბან ბაირამობა თუ რაღაცას ეძახიან იქაც კლავენ რაღაცას ცხვარია ძროხა ინდოელებსაც აქვთ ცრურწმენა ანუ იქაც აკლავენ ძროხა თუ რა არის თუ რას აკლავენ არ ვიცი მაგრამ იქაც არის რაღაცა ეგეთი ცრურწმენა რაღაცას კლავენ ასეთი ცრურწმენები ცხებთაყვანის მცემლობა არის ცრურწმენა ამ ცხოველს პატივი უნდა სცე თუ დაკალი ცხოველი ქათამი საჭმელად ხო საჭმელად ან ეს მადლობის თქვა თუ გინდა მადლობა ისე უთხარი ბუნებიძალას მადლობა ბუნება გაიტანე კამფეტი დადეხესთან ვინმე გაჭირებული წაიღებს არ არის საჭირო ეს მკვლელობა და რაღაცა მაგრამ ადამიანმა დაუშვათ ეხლა დაკლა ხო ცხოველი დაღვარა ცხოველის სისხლი ხო იძახის ადამიანი რომ ამ ცხოველის სისხლი ეკუთვნის ამ ცხოველის სულს და უსურვებ ამ ცხოველის სულს სვეტლიე გზებს всё გაფრინდება ის სული სვეტლიე პარტალებში ნა ტრანსფორმაციო ნა ან კიდე ნა პერეხოდი ან კიდე ნა ევოლუცია ან კიდე ნა პერევაპლაშენიებში გაფრინდება ეს სული როგორც თვითონ მოინდომებს სვეტლიე სილების საშუალებით სვეტლიე სილებთან საშუალებით ეხლა მე ესესია ანუ სისხლი როდესაც ხორცს ავჭამთ მაგალითად მაღაზიაში ავიღე ხორცი და ვჭამ ხორცს ხო მადლობა ჩიჩიავ ენერგიებისათვის და გისურვებ სვეტლიე გზებს ვინელებ ამ ჩიჩიას და ისე კი არ ვინელებ ამ ჩიჩიას რომ ჩიჩია მე მეკუთვნის არა ვინელებ ამ ჩიჩიას ან ძროხის ხორცს ან თევზის ხორცს ან რაღაცას ჩემთვის ვაბლაგა და ეს რაც შევირგე ეს ჩემი ბიოსისტემისათვის ეს ენერგიები შევირგე დანარჩენი ენერგიები ატправляется ამ ასე ვთქვათ უსურვებს სვეტლიე გზებს ენერგიებს всё ჩემთვისაც ვაბლაგა იმ ჩიჩიებისათვისაც ვაბლაგა გინდა ვაშლი ვჭამო ვაშლიც ბუნების ენერგია ხო მადლობა ვაშლო ენერგიებისათვის უსურვებ ამ ვაშლის ენერგიებს სვეტლიე გზებს всё მოვინელებ ამ ვაშლს ენერგიები რა არის ენერგიები ვლაპარაკობ გამოდის ენერგიები დავხარჯე ეს ენერგიები სად წავა
მაგალითად მე ნათქვამი მაქვს რომ ეს ენერგიები რომელსაც ეხლა ვხარჯავ ან ვივარჯიში ან გავიოფლი ან რა ქვია იქით მივდექი იქეთ მოვდექი საქმე გავაკეთე ეს ენერგიები ხო გამოვყავი არა რაღაცა ვიბრაციები ხო გამოვყავი არა ეს ენერგიები და ეს ვიბრაციები აი ჩიჩის ენერგიები მაქვს მაგალითად დაჭამი ან ბოსტრეოლის ენერგიებია მაქვს მაგალითად დაჭამი ან ვაშლის ენერგიები მაქვს ხო მაგალითად ეს ენერგიები წავა სადაც ვეტყვიე პარტალებში всё ნიჟნიე ჩორნიებს ჩუჟიებს რიყიებს არ ვაძლევ ენერგია არ ჩემ ენერგიებს არც ჩიჩის ენერგიებს არც ვაშლის ენერგიებს ვაშლის ენერგიები და აი ჩერეს ეს მოვინელი გადავინელი გადმოვინელი გადავატრანსფორმირავ ეს ენერგიები სვეტლიე სილებისათვის სვეტლიე პარტალებისათვის ვაბლაგა და закрывается портали почтовой штреки მით უმეტეს закрывается черные дырები черные воронкები нижние мирები нижние воронкები безвреда ჩემს ვაბლაგა ჩემთვის ზალატი ультрафиолетовый პლიტებით после полного реверса энергия ანუ იქიდან ვაზვრაშავი ვიღებ ჩემს ენერგიებს ჩემს სოლის ჩისტოტებს კრისტალებს რა ვიცი თუ არის ესეთი დაკარგული რაღაცა ჩემი ჩისტოტა ჩემი ენერგია ჩემი დნკ ჯამთი ჯასაღი ადგენის სახით. Всё, заливаю живо золотые ультрафиолетовые потоки изобилиები ჯიზნენი სირებით ნასისავით ამიოეს ისწელაյուს წმინდა წყლის პატოკებით ნასიშავის ამიოეს ისწელაյուს პატრიმაიცა ჩემი ვიბრაციები პლუს 1000 2000 3000 4000 მაღალ ვიბრაციული სვეტლე ვიბრაციები რადუჟნი ვიბრაციები პატრიმაიცა ჩემთვის ვაბლაგა ბალანსიროვნა მობრაზამ ლეკო კულტურნა და ბალანსიროვნამ ობრაზამ ჩემთვის ვაბლაგა ჩემი ბიოსისტემისათვის ვაბლაგა ეხლა რა მინდოდა კიდე მეთქვა თოვლი არის სხვათა შორის ძალიან კაი თოვლი დადო თეთრი ლამაზი თოვლია გააფითქინა აკავრობა გაწმინდა ჰაერი და ბენზინის სალიარკისა და რაღაც გაზის სუნები, მიკრო, მაკრო ელემენტები ცოტა ჩამოირეცხა. მადლობა ბუნების ძალას და მადლობა ზალამაზ თოვლია ცოტა ფეხი გამიცურდა, მაგრამ მაინც კაია რომ თოვლი მოვიდა და გაიწმინდა ბუნება და იწმინდება დედამიწა და იწმინდება ენერგიები. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, ხო? გამოსწორებაზე 3 წერია და 4 წერია ამასავ ლაპარაკობ გამოსწორებაზე ხო მე მინდა რომ გამოსწორდე და გამოვასწორო მაგალითად ჩემი ნეგატიური პროგრამები მაგალითად რა ნეგატიური პროგრამები მაქვს მაგალითად მშურს იმისიან ამისი მშურს ხო მაგალითად სხვას აქვს ნეგატიური პროგრამები ჩემს მიმართ ჩემი შურს ახლა კიდე სხვას ხო რაღაცა ეგეთი ნეგატიური პროგრამები ნუ არ ვიცი ახლა არის ეგეთი რაღაცა რომ ეს ხდება პერესეკანიები ხდება პერესეკანიები ასე თქვა პერესეკანიები თუ გადმოსვლა თუ გზა გადაჭრა გადმოჭრები ხდება ასე ვთქვათ კვანტურ მირებში ხო კვანტურ საზნანიებში ხო ეხლა კიდე ისეთი ტრიგერული თამაშები კინოები ანტენები ჩიპები იმპები ჯინები დაიდგა რომ ვეღარ გაუგიათ ეხლა რა ქვია მაგალითად ვირას თამაშობს მაგალითად დაცვის პოლიცია დაცვის ფორმით უარესად ცემს ტყეპავს პერსონალს ხო არის ესეთი შემთხვევა პოლიცია და გამომძიებელი პოლიციისა და იმის ფორმით გამომძიებლის ფორმით სულ ლაითი პოლიცია და ლაითი გეზო არ აინტერესებთ გამოიძიონ არ გამოიძიონ კამერები და ვიდეო ჩანაწერები და ისინი უნდა ქონდეს სურათები რომ დაამტკიცოს სიმართლე და რაღაცა ნუ არ აინტერესებთ ეხლა ხალხს რა ვირას თამაშობს ვერ გაუგია ნუ ზაკონები ირღვევა ეხლა ზოგი ქმარი ცოლს ვერ იტანს, ზოგი ცოლი ქმარს ვერ იტანს, ზოგი დაძმას ვერ იტანს, ზოგი ძმა დას ვერ იტანს და ასე შემდეგ. ეხლა სულ არ ავცნობდი მეზობერს მაგალითად და შემოვიდა და ფულის მოპარვა მოისურვა და ჩხუბი მომივიდა იმ მეზობერთან. აი ვაფშე არ ავცნობ მეზობერს. არ ავცნობ საერთოდ მეზობერს, ვინ არის რა არის. მეზობერია კი, მაგრამ რა ვიცი ეხლა მე ახალი გადასული ვარ ერთ-ერთ უბანში დროებითად და
ასე ვთქვათ, მოვიდა და რემონტს ვაკეთებდი იქ იმ უბანში და ასე ვთქვათ, მოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა და ასე ვთქვათ, ფულის მოპარვა მოისურვა. კაცმა, რომელსაც ვაფშე არ ავწრობდა, ვაფშე პირველად ამყავს დანახული. აი, ესეთი ტუპოის ბევრი ხელოსანია კადრულობს, ვითომ ხელოსნის ფორმა აცვიათ და ქურდობასა და რაღაცებს კადრულობენ, ხო? ბევრი არის სიყვარულს იხსნის და ალფონსოა და ყველაფერს კადრულობენ, ხო? ეხლა, მაგას ეხლა ყველას თავისი урокები აქვს და ისაკ ზოგი თავში ურტყავს თავის სისხლსა და ხორცს რომ დადებირდეს და ზოგი სექსის მონაა და ზოგის რაღაცა. ეხლა რა არის კარმის მოხსნა? კარმის მოხსნა მაგალითად მე შევწუხდი იმით, რომ მაგალითად შინაურიან გარეული მტრები წარა, მაგრამ რაღაცა იმაშვრებიან, ხო? რაღაცა ზეწოლას გძნობ, დისტრუქციულ ინფოპაკეტებს გძნობ, ხო? კი, დამჩაგრეს რაღაცა, ან ვერ დამჩაგრეს, ან დამჩაგრეს, ან ვერ დამჩაგრეს, მაგრამ ეხლა მე ვცდილობ რომ ეს მიუტევო იმათ, გამოვსწორდე და ასე ვთქვათ, მოვერიდო იმათ, რომ ასე ვთქვათ, ვერ მიტანენ, ხო და პირში მეუნება მაგალითად ვერ გიტან, მეზიზღე არის, ხო ესეთ სიტუაცია. გავეყარეთ ეხლა ერთმანეთს, ასე ვთქვათ და გვინდა რომ ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ და მინდა რომ მოვინანიო. მონანიების დროს რა ხდება და პირადი უნდა თქვას ადამიანმა წაიკითხოს ბიოვერ ბიოსისტემაში რეფორმფესტი და მანიფესტი. რა არის რეფორმფესტი და მანიფესტი? ეს არის რომ განაცხადოს რომ მე მაგალითად დაგაორები ვალები, ვითომ შეცდომები, ვითომ ის აბნულავი სავსემი, პატიობ ყველას, პატიობ ჩემ თავს და ასე ვთქვათ, ხო პატიებას ყველას და ზაპრეშავი აწინამენია ზროლი ხაპლუხავ ლიანიებს. ვის შესვეტიეს სილების სახელითა და ძალებით. ეს პირადად უნდა წაიკითხოს ადამიანი მაგალითად არის ბოროტი, ხო და ეხლა მე იმაში ეშმაკია თუ ავისულია თუ კაისულია თუ ცუდისულია კაისული არ უბიძგებს ადამიანს სიბოროტისაკენ. იმაშია შეიკი ეშმაკი, ხო ეს ხა ეშმაკს მაგალითად გამოსწორება ადამიანმა თვითონ თუ არ მოისურვა რომ უფარო გეხვეწები განაგდე ჩემგან ეშმაკი, ლოთობის ეშმაკი, სიბოროტის ეშმაკი, მანიპულატორობის ეშმაკი, ავადობის ეშმაკი, იმის ეშმაკი, ამის ეშმაკი, ხო? და მე ვთხოვ მაგალითად ღმერთს რომ ღმერთო მომაშორი ამ ადამიანის ეშმაკი არ გამოდის ესე, ხო? პირდაპირ არ გამოდის. ამ ადამიანმა თვითონ უნდა იფიქროს, რომ ღმერთო მომაშორო ლოთობის ეშმაკი. დედა შეუძლია ეხლა შვილზე ელოცოს და თქვას, რომ უფარო დაიფარე ჩემი შვილი მაგალითად ნარკომნების ეშმაკები მოაშორე, ნარკომნების ლავრები მოაშორე, ავხორცობის ლავრები მოაშორე, სექსპარაზიტობის ლავრები და ეშმაკები მოაშორე, მაგრამ მე ეხლა ჩემს კონკურენტზე, ანუ მტერზე არა მაქვს უფლება ეგ თქვა, თუ იმას თვითონ არ უნდა გამოსწორება, ის შეიძლება სიბოროტის როლს ათამაშობს და მე არ უნდა იმას გააწყობს იმას ის რომ ბოროტია, всё, ეხლა რას მაგრამ მე იმისგან გძნობ მაგალითად დისტრუქციულ ინფოპაკეტებს, დისტრუქციულ რაღაცა გადმობრალებებს, დისტრუქციულ პერეკრატკებს, პატკრატკებს, ხო, ამიტომ რას მიმართავ, ის შესვეტრი ეს ღმერთს მიმართავ, ეს არის რეფორმფესტი და მანიფესტი. ადამიანი რომ მიდის მღვდელთან, მოლასთან, რა ვიცი ეხლა ბუდასთან თუ იმასთან, რა ქვია, ვინც იმას და სთხოვს მღვდელს რომ მღვდელო მომიტევე ცოდვები, ხო იმის ისწამს რომ ვიში ესვეტრი ესილები დაეხმარებიან და მიუტევებენ ცოდებს, ხო და მოინანია, ხო რატომ მოინანია? იმიტომ რომ უნდა გამოსწორება, ხო? ეხლა მღვდელმა და მოლამროს რო უთხრა რომ იცი რა ჩემი ქმარი მცემს და ჩემი ქმრის ცოდვები იქნება მოვინანიო რომ იმისგან ეშმაკი გაიქცეს. მღვდელი და მოლა რას ეტყვის? არა, შენ ქმარს დაელაპარაკეს, მოვიდეს და თვითონ მოინანიოს თავისი ცოდვები, ხო ეტყვის? ანუ ადამიანმა თვითონ უნდა გამოასწოროს თავისი თავი, თვითონ უნდა განაგდოს თავისი ბესები, თვითონ უნდა მოარჯულოს თავისი ფესები, თავისი თავი, თვითონ უნდა შეიკავოს თავი ისეთი რაღაცეებისაგან, რაც ასე ვთქვათ, მე შეიძლება მორალურად დაუდგე ადამიანს გვერდში, ან იმით დაუდგე ადამიანს გვერდში, რომ არ შევე, ხო?
არ შევაწუხო და დისტანციურად, ასე ვთქვათ, უსურვო იმას გამოსწორება და სვეტლი ეგზები, მე სხვანაირად ვერ შევცვლი ადამიანს თუ ასე ვთქვათ, თვითონ არ უნდა შეცვლა. მე ახლა რეგრესოლოგებში რომ დავდივარ, წიგნებს რომ ვკითხულობ, რომ ვსწავლობ, რომ მედიტაციობ, რომ ასე ვთქვათ, ბერიეზა და ტეუტრაფიარეტოვი პატოკებით ზალივაის, ამივაის, იწელავის, აჩიშაიუ, ჩემს სახს, კარს, ბიოვერს, ბიოპოს, პრასტაცას, რაღაცა ხო ეს მე მინდა ესე, მე ვარ ამით დაინტერესებული და მეხმარებიან ვის შესვეტლი ეს სირები. ხო, ახლა ზოგს არ უნდა გამოსწორება, არ იცის რა არის ჩაკრები, რა არის რეფორმფესტები, მანიფესტები, რა არის ვოლაი, რა არის კარმიჩისკიული უზრების მოშორება, იმას ურჩევნია პივადალიოს, მერე შევიდეს ეკლესიაში სანთერი ანთოს, იქ რაღაცა ხურდები შეწიროს, გამოვიდეს იქიდან. ხო, ყველას თავისი რწმენა აქვს. არის ბედნიერი ადამიანის, რომ იმას ახლა აწყობს ისეთი ეგრეგერიანული სისტემები და აწყობს ესეთი ასე ვთქვათ, სიბნელეზე და სიყრუეზე დამოკიდებული რაღაცა გაუგებარი რელიგიები აწყობს. როდესაც თავისი სულის ხმა არ ესმის ადამიანს, როდესაც თავისი ანგელოზების ხმა არ ესმის ადამიანს, როდესაც ენერგიებს ვერ სწრომს, როდესაც ვიში ესვეტლიების ხმა არ ისმის ადამიანს. ხო ეს თუ არ უნდა ადამიანს ვერ გამოასწორებ, ხო? ეხლა არიან მეზობლები ძალიან მეწოდებიან, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ხან ლოთობა, ხან დაბოლება, ხან ლოთობა. ძალიან მეწოდებიან, ერთი-ორჯერ უთხარი რომ რა თქინა ესეთი ცხოვრება, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ან სპორტს მიყევი, ან იმუშავე, მე მუშაობდა, მე მაგარი ვარ და მე განათლებული ვარ და მე პრობლემა არ მაქვს და მე ესეთ ადამიანს ვერ დაელაპარაკები, იმისი ფსიოპერატორები რო დაუკრიან იმას თავში, ხო და უკვე დავიწყე ესეთი ხალხისაგან თავის დაცვა, რა ვქნა, მეც მართალი ვარ. მე ჩემი თავი, მირჩევნია სუფთავი, ხო იმის გარო ვირუსები და შნირუსები და ბესები, ჩორტიკები და დისტრუქციული კონსტრუქციები რო არ გადმომედოს, მე დავიწყე უკვე თავის დაცვა და ვთხოვე ღმერთს, რომ ღმერთო დამიფარე, ანგელებო გეხვეწები ჩემსა და იმ ადამიანს შორის დააყენე ძალატოვი აბსოლუტის მაღალ ვიბრაციული, ასე ვთქვათ, ფილტრები, რატო ფილტრები? იმიტომ რომ იმისი ელექტროსტოკებით, იმისი ბესები რომ ვერ მომახტნენ და იმისი ჭირები რომ ვერ და ვერავის ჭირი რომ ვერ მომახტეს და ყველა თავისი ჭირი გაანულოს, გააბათილოს ჩემგან შორს. კინა ჩემი შინაურების გარეულების ჭირი რომ ვერ მომახტეს. იმათ რას წამთ ეხლა მე არ მაინტერესებს. მე გამოვედი ცრუწმენებისა და ცრუმწამსებისა და ცრუთაყვანისცემებისა და ცრუ რაღაცეებისაგან და ასე ვთქვათ თუ ინანიებენ, კაია, მაგრამ გააჩნია ვინ როგორ რას ინანიებს, გააჩნია ადამიანმა ჯერ თავი უნდა გაინთავისუფლოს შინაგანი ბესებისაგან, ისე კი არა, განვედი ბესები, არა, უნდა უთხრა, წაიკითხოს მანიფესტი, აბნურავი დაგაორებს წარსულს ახლაც მომავალში, აბნურავი შეცდომებს, ვცდილობ გამომასწოროს შეცდომები, პატიობ ყველას, პატიობ ჩემ თავს, ვთხოვ პატიებას ყველას, აბნურავი ვალებს, ვალდებულებებს, იმის ბრალით, აბნურავი რა დავოიდა გავარეს, აბნურავი წყევლებს, კრულებს, მაგიებს, ჯადოებს, მადოებს და ასე ვთქვათ, запрещаю. აწივს ხელოლოხილავს უშესტოებს და ხელოლოხილავ ცივილიზაციებს, ასე ვთქვათ, ნამინია ზლო ლიხა პლოხა ვლიანიებს და ვაზვრაშავ ჩემს ენერგიებს და ჩემს ბიომატერიალებს და ჩემს კრისტალებს ვაზვრაშავ, ჩემს ნიწებს ვაზვრაშავ, ჩემს ტელეპათიურ ნიჭებს ვაზვრაშავ, ჩემს ქალურ ენერგიებს, კაცურ ენერგიებს ვაზრაშავ, იანებს, ციებს, იანი და ციებს ვაზრაშავ, ციებსა და ჩაკრების კრისტალებს ვაზრაშავ, ეფირწელების ბალანსირებებსა და ასე ვთქვათ, იმებს ვაზრაშავ, რა ქვია, რეგენერაციებს, სამაისცელენიების ნიჭებს ვაზრაშავ.
აი ეს მინდოდა მე თქვა ეხლა მე მაგალითად მინდა გამოვსწორდე, მინდა კარმიჩესკეული უზრები გავანულო ყველასთან, მაგრამ არის ისეთი სიტუაციები, რომ შარო საიდან მოდიხარო, ხო შარო საიდან მოდიხარო, ეხლა მე ისევ ჩემ თავს დავაბრალო რამე, არა ჩემი ბრალი არ არის, ის არის თვითონ ტუპოი და ის არის თვითონ ასე ვთქვათ, ერთთან გაუვიდა, ორთან გაუვიდა, სამთან გაუვიდა და გონია რომ ჩემთანაც გაუვიდა ვიღაცას რაღაცას, მაგრამ მე ამით გავიზარდი, მე ამით მივხვდი ჩემს შეცდომებსაც და სხვის შეცდომებსაც, ჩემს ზიანებს ზარალებსაც და სხვის ზიან ზარალებსაც. იმან თავისი თავი დააზიანა და ასე ვთქვათ, ცოტა მეც დამაზიანაო, მეც დამაზიანა. ხო ასე ვთქვათ, დამინგრიეს ცხოვრება. ხო არის შემთხვევები, როდესაც ნერვებს გიშრიან, ხასიათს გინგრევენ, ხო, ხასიათზე აღარ ახარ განწყობას გავამპირებენ, ხო, და ის თავის შეცდომებს ვერ ახდება, იმას ებლატავება. აი ამ დროს მე არ მებლატავება. ამ დროს მე რას ვაკეთებ? მე ვანულებ, ვაბათილებ ამ ადამიანთან პერე ხლოსტკებს, გზა გადაკვეთებს, გზა გადმოკვეთებს, თუ კარმიჩესკეული უზრებს, თუ კალისონ სასარებს, თუ რაღაცა შტერობებს და ვეუნები ამ ადამიანს წმინდა სორს, წმინდა საზნანიას, რომ მომშორდი, მომცილდი კულტურულად ვიში ესვეტრი ესირების სახელითა და ძალებით. აღარ გამეკარო, ვეღარ შემეხები, განულდები, გაბათილები და გეკარგება გერცები. აი ასე. იმიტომ რომ ასეა საჭირო, იმიტომ რომ პოლიცია, ლაით პოლიცია დღევანდელ ცხოვრებაშიც კიდე და ადრე მით უმეტეს კამერები არცად არ იყო დაყენებული, ადამიანებს პადიეზდებში ვიაყაჩაღებდნენ, ზოგი დანი დაგდებდა, ზოგი ქვით დაგდებდა, ზოგი თავში ურტყავდა ერთმანეთს, ზოგი ელექტროშოკებით ადებილებდა ერთმანეთს და ეხლა კიდე კამერები დააყენეს, მაგრამ ეხლაც კიდე რაღაც ლაითად მუშაობენ და ნუ ვერ დაუმტკიცებ ადამიანს თუ ძალიან დაინტერესებული არ ახარ. ნუ არის მარტო გაქურდა აუპატიურებენ, ქალებს კლავენ ერთმანეთს და ვერ უმტკიცებენ ერთმანეთს. მაგრამ მე ხო მაინც ხო იხსენებს ადამიანი ყველაფერს დაუდე და ბიოსისტემა შეიძლება დაზარალდეს ცემატყებით, მაგრამ სული დაუდებილებელია, სული და საზნანია დაუდებილებელია. კი ეხლა ტვინი დაზარალდა, მაგრამ სულიერი მეხსიერება დაუდებილებელია. ვისაც არ ასწამს ეხლა სული რა არის და ვისაც წამს მარტო კუნთებისა და ბლანტაობებისა და манипуляტორული, მაქციური, მატრეს მასკარადული, თავშირტყმებისა და ელექტრომიპარვა-მოპარვებისა და ასე შემდეგ, იმას დამცირებისა ქალს დაამცირებენ და უხარიათ ბოდიში და ჭუჭულა კაცებს, ჭუჭულაც რო აღარ უდგებათ. არის ესეთი, ხო, არის ქალის დამცირება რო უხარიათ და რაღაცა იმათ ეხლა იმათ მასეს წამთ, რომ იმას წამთ ის, რომ ნუ თვითონ ტუპოები სხვასაც ატუპოებენ, ხო? მაგრამ მე ამათ ვეუნები უკვე და ასეთნაირებს ეუნება, ასე ვთქვათ, გამოფხიზრებული ადამიანი, რომ გააჯვით გასრიალდი ჩემგან შორს. ჩემგან შორს 1000 გზა არსებობს, 1000 ვრემენიენიები არსებობს და 1000 ვარიანტები არსებობს. მე ვეღარ შემეხები, ჩემ ვრემენიენიები იცვლება ჩემთვის ვაბლაგა უთქვენოდ, შემეხებით, ვერ შემეხებით დაკარგავთ გერცებს. ან უარეს შეურაცხყოფას მოგაყენებთ. აი როგორც ეხლა ასეთნაირებს მაგალითად ვაჭენებ, ხო? ვარადიოებ თუ ვატელევიზორებ თუ ხმოვანებ თუ გამოვაჭენე, ხო? ანუ ეს манипуляტორები, ხო? ანუ გამოაჭენა უკვე მთელმა მსოფლიომ ეს манипуляტორები, ანუ манипуляტორებს რას ეძახიან? სატანის შნირები, თავისი სატანები ვერ გაუყრიათ და სხვებს დასდევენ და სხვებს ჩაგრავენ. ნუ ღორები რა, რას იზავ ახლა? ღორმარ ადამიშავა და თუ საზიზღრები და ბინძურები და ღორი პლაზმოიდური ცხოველია, ღორი არაფერს არ მიშავებს. ღორი არის ჩვეულებრივ ღორი, всё როგორც კატა, ძაღლია, ძროხა და კურდღელია, გოჭებს აყრის ღორი, კურდღელი ბაჭიებს აყრის, ეს არის ღორი და ბაჭია, всё, ну просто ესეთი სახელი აქვს რა რაღაცა რა, ღორიო რა. ხო, აი ეს
ეს ღორიც პლაზმოიდური სუშესტვა არის და ასე ვთქვათ, მშვიდობიანი სუშესტვა, ცუდი სუშესტვა არ არის. ლომი უფრო ცუდი სუშესტვა არის და ლომის დაიხატავენ ლომებსა და მგლებსა და რაღაცა, ლომი უფრო მტაცებელი მაქცია, ლომი არის მაქცია. ლომი მთელი დაბადებიდან დიდობამდე ცხოველებს ჭამს, იღებს იმათ კარმებს, დამძიმებული სულია. და ამ ლომისა და ამ მაქციებისა და ამ ვამპირებისა და ამ ასე ვთქვათ ობრატნების დაიხატავენ, ან კინოს გადაიღებენ და აინტერესებენ ახალგაზრდობას ამ ობრატნებითა და მაქციებითა და უტრიალდება მე ადამიანს სულიერი პროგრამები. უკუღმართდება ადამიანი ფსიქოლოგიურად იმას გონია, რომ კინო არის კი ყველა მიცის რომ ილუზია, მაგრამ თუ ილუზია რატო უყურებ იმ ობრატნებს? რაში გაინტერესებს ვამპირები და რაში გაინტერესებს რატო იხატავ ლომებს, ხო? დაიხატე ყვავილი, გული, ხე, დრევა რო დაიხატე, მეკრაბა დაიხატე, რაღაცა კაი რაღაცა დაიხატე. ხო, ტატუ და მოდაობა ვისაც ვინც თანამედროვეა რა. Так, მადლობათ ყველას, ხო და ეს ერთი და იგივეს უღამ ალაპარაკებთ ხოლმე, ეხლა კიდე მეხუთეჯერ, მეექვსეჯერ ამახსნევინეთ ერთი და იგივე რაღაცას. всё, пока, до свидания.